საუკეთესო შესაძლებლობა ახალი პროფესიის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მსურველთათვის. საერთაშორისო განათლების აკადემია BDC პროფესიული მასაჟის შესწავლით დაინტერესებულ პირებს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს თავაზობს. სემინარზე ჩაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ლექციებს კი პროფესიონალი სპეციალისტები ატარებენ. აკადემიის ფილიალები უკვე 20 წელია საქართველოს რამდენიმე რეგიონშია წარმოდგენილი და მაღალკვალიფიციური გუნდი ყოველთვის თანამედროვე მეთოდოლოგიის გაზიარებასა და განერგვაზე არის ორიენტირებული. გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტი. ვისაც მასაჟის პროფესიულ დონეზე შესწავლა სურს, საერთაშორისო განათლების აკადემია BDC ამის შესაძლებლობას აძლევს. კურსზე ჩაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ლექციებს კი პროფესიონალი სპეციალისტები ატარებენ. კურსდამთავრებულებისთვის BDC აკადემიის თელავის ფილიალში მასაჟის მასტერკლასი ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა მსმენელებისა და დაინტერესებული პირების პროფესიული უნარების განვითარებას. მასტერკლასის ფარგლებში მსმენელებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება. რა თქმა უნდა, მასაჟის საჭიროებაში შემოდის იყო, არის და იქნება ყოველთვის. ჩვენ რომ ექიმს რო გაუგზავნით გამზადებულ პაციენტს, გინდა ცერებრალურზე იყოს და ვენის არტერიის გამოცვლა დაჭირდეს, ხო? იქაც რომ როცა იმას წოდნავ და გავწელავთ, პრუჟუნას ცოტა და იმას დამუშავებული მივა და ჩაუსვავს ხარისას, რის შედეგადაც მე მაქვს შედეგები და გეუბნებით, რომ ბევრად შედეგიანი იყო, იმიტომ რომ გერმანიაში უნდა წაიყვანოს, გადარჩა. იმდენად კარგი პედაგოგის ხელში არიან. თავარია ვისწავლოთ ერთმანეთთან მოსმენა. რა თქმა უნდა, ერთმანეთის პატივისცემა. კარგი ბავშვები არიან. მასტერკლასზე განიხილეს სამსფეროს თანამედროვე ტენდენციები და მომავლის პერსპექტივები. მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა სხვადასხვა მეთოდოლოგიისა და მიდგომების შესახებ. სემინარმა ხელი შეუწყო ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას. BDC აკადემიაში მსგავსი მასტერკლასები ხშირად ტარდება, რომელიც კურსდამთავრებულების ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს. ძალიან თბილი გარემოა, ძალიან მომწონს. არ ვიცი რომ მოვდივარ, მომიხარია ალბათ აქეთ მოსვლა. ერთი თვეადაც დავიწყე, ძალიან ყვაყოფილი ვარ, რაც მეგონა რომ ვერ შევისწავლე, უფრო მეტად გავიხსენი და ძალიან ყვაყოფილი და თან იქით არ ვიცი თვითონ პიროვნებები და პედაგოგიც არის, სასწაულები არიან და ყველას ურჩევ ბობძანდნენ შეისწავლოთ და ძალიან ბევრი იმას მიიღებენ გამოცდილებას. ვისწავლეთ მასაჟი, 4 თვეა უკვე, ვარ ძალიან კმაყოფილი, არის ძალიან კაი გარემო, ძალიან კაი მასწავლებელი და ძალიან დიდი პრაქტიკაც გავიარეთ. ვესტუმრე აკადემიას და ძალიან მომეწონა, ვფიქრობ, რომ ეს ყველამ უნდა შეისწავლოს. მასაჟის გაკვეთის ატარებდნენ და ძალიან საინტერესო იყო. საერთაშორისო განათლების აკადემია BDC-ის ფილიალები საქართველოს რამდენიმე რეგიონშია წარმოდგენილი. 20 წელია ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში. აკადემია დაინტერესებულ პირებს მოთხოვნად პროფესიებზე გრძელ და მოკლევადიან სასწავლო კურსებს თავაზობს, რომლის დამთავრების შემდეგაც მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ და დასაქმება მარტივად შეუძლიათ. ორიენტირებულები ვართ, ყავდეს რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი დასაქმებული მსმენელი. დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს ახორციელებს აკადემია, როგორც არის ფარმაცია, ბუღალტერია, საექნო საქმე, კულინარია, საკონდიტრო და ასე შემდეგ. და მათ შორის ერთ-ერთი არის მასაჟის პროფესია, რომელზეც დღეს ჩვენ მოვიწვიეთ კვალიფიციური კადრი, რომელიც ითვლის უკვე მრავალწლიან მუშაობის გამოცდილებას და თელავის ფილიალისთვის ჩავატარეთ კურსდამთავრებულებისთვის, ჩავატარეთ მასტერკლასი, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ნაყოფიერი იყო. უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც მიმდინარეობს მასაჟის შემსწავლელი კურსები, ასე ვთქვათ. მოთხოვნა საკმაოდ დიდია. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე პერსპექტიული გახდა ეს მიმართულება. ჩვენ მიღება გვაქვს ყოველ თვე, თუმცა ეხლა უკვე ვაგროვებთ კომპლექტდება ჯგუფები სექტემბრისთვის. შესაბამისად, ვისაც სურვილი ექნება, მოვიდეს ჩვენთან, გაიაროს მასაჟის კურსი. ჩვენთან ძალიან ბევრ და კარგ სიახლეს გაიგებენ ამ მიმართულებით. აკადემიაში რეგისტრაცია წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მსმენელებს აქ დახვდებათ კომფორტული გარემო და მათზე მორგებული სასწავლო პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ ნებისმიერი პროფესიული უნარჩვევების დაუფლების დროს მიიღონ პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება.